რატომღაც ჟურნალისტები აკეთებენ ასეთ სახეს, რომ ჩვენ ტყუილა ვარ შეკრებილები, წარმოდგენა არ აგვაქვს. რას ვაკეთებთ და რა საშიშროებას ველოდებით. ამიტომ ყველა მიცოდეთ, ეს არის სწორედ ის საშიშროება, რომ 30 წლის შემდეგ ჩვენ შთამომავლობას ვეღარ დაუტოვებთ იმ სიწმინდეს, რომ ჩაგვაბარა უფალმა. ოქცა საუნჯე, რომ მოვალო დამახვედრეთო, რა დავახვედროთ? რა დავახვედროთ? სომხებზე მიყიდული ქართული მიწები? ანუ რა გზით დავიცვათ? სისხლითაც რო დაგვიჭდეს. სისხლის პასადაც რო დაგვიჭდეს. აი ესია ეს. აქ უკან დახევა აღარ აქვს. ყველაფერი წაგვარდეს, ყველაფერი დაგიდეს და ეკლესიას ყვა. ეხლა როგორ ფიქრობ, ჩავჩერდეთ? არა. გამდარდა. ორჩა. ერი ეკლესიის გვერდით არის. ყველა მოწვარმა თავის დღეს ველოდებით სინოდის გადაწყვეტილებას. ყველას თქვენ წარმოიდგინეთ აი ამ წუთში, მე წარმოვადგენ იმას. თქვენთან ვარ. სხვაგან ხო არ ვარ? მაგრამ დღეს ლოცვა გვაქვს, ხვალ წირვა გვაქვს, პირდაპირ მიაბეს ეს ერთმანეთს. მოაწერეს ხელ დააკრეს ფეხი და ისვენებენ იქა და ვიღაც გვეკ 1000 საშიშროებას აკეთებენ. მამაოს ეწოლა მის შედეგად არ დაიხიოს უკან რა. როგორ ფიქრობ თქვენ ვინ მიცეს? ვინმეს მაგის საშუალება? შვილების ადამიანები ერთი რამე იცოდნენ. მოусმინოთ 100,000-ზე მეტმა ქართველმა იგივე სიტუაცია შეწირა თავი. დღეს დადგა სწორედ ეს საკითხი. 100,000 სწორედ დადგა ეს საკითხი. ეხლა უკან დახევა მათი შეურაცხყოფაა. გუშინ იყო კირიონ მეორის ხსენების ყველამ ძალიან კარგად იცით. იმ დიდმა ეპისკოპოსმა და დიდმა პატრიარქმა იცით რა გააკეთა? საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა მართლმადიდებლობა. მართლმადიდებლობა ხო თავის გადადება. ჩვენ არავის არაფერს არ ვარტებთ, არ ვესურით, არ ვეომებით. ჩვენ ვითხოვთ. ჩვენი დაგვიყენეთ, კაცო, დაგვანებეთ, კაცო. თუ ჩვენ ჩიპებს დაგვიყენებენ, არც მარციდით მადიდებლები და ვერავინ ვერ დაგვიყენებს, ხალბატონო, ჩიპს თუ ჩვენი ნება არ იქნება. თუ ჩვენი ნება არ იქნება, ვერავინ ვერ დაგვიყენებს. აბა გაუკეთეს იგივე საბერძნეთის ეკლესიას, გაუკეთეს იგივე უკრაინის ეკლესიას, რატო დაძინებულები ვართ? თუ ვიღაცა ისტორიკოსები, ბნელები ვართ, ჩვენ მღვდლები, თუ რას უკაცრავად, კაცო? ჩვენ ვართ ქრისტეს მოციქულების საქმის გამგზელებელი. დამთავრდა ყველაფერი. აი ეს არის ჩვენი საქმე. აი ამიტომ გევართ აქ. შეეცადეთ იმას, რომ შემოგზავნილია ძალიან ბევრი ხალხი. გუშინაც შევხედეთ მაგას რა გაგვიკეთეს. და მე ვიღაცება კუდი მოაბე შეხლა შემოხლა ბოქდაო მომიტინგეებს შორის. ხილად იყავით. არავის სიტყვას არ აყვეთ. ეს არ არის მიტინგი. აკეთეთ თქვენი ეს მიტინგი კი არა მოთხოვნა. რომელ მიტინგზეა საუბარი კაცო? ჩვენ ვიცავთ ჩვენ სიწმინდეს კაცო. ბოდაჩ რო კი არ ვარ და ისინი კი არ ვარ და ვიღაცები შეგატოვოთ და ჩვენ გავიქცეთ კაცო. სისხლი დაჭირდება პირველი ჩემი იყოს კაცო. ჩემი იქნება პირველი სისხლის იცოდე. უკან არც ერთ შემთხვევაში არ დავიხდი. ასია ეპისკოპოსების კუთხევაც რო იცოდე. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. არ უნდა წავიდეთ, ავი დაგვანებო, ჩვენ საუნჯეს მოხებია. ეკლესიის და პატრიარქის და იმის გვერდზე მართლმადიდებლობის. რომელი ხელისუფალი მოვიდა ჩვენთან ამ საკითხის გასაკვებად? ვიარეთ გუშინ, ჩვენი საქმე გავაკეთეთ. სად არის ეს ხალხი? აგვიხსნან რა ხდება კაცო? თუ ეს არ იყო საშიშროება, თუ ეს არ იყო გამიზმულად გაკეთებული, საპატრიარქოს გვერდისავლით რატო გაკეთდა მაშინ? რატომ ამდენი ხანი 5-6 წელიწად ეს მოლაპარაკება მიდის? ჩერდება მისი უწმინდესობის ძალისხმევით, იმიტომ რომ არ შეიძლება ეს გაკეთდეს. პირდაპირ გვიწერია ჯულის კანონში. არ შეიძლება სხვა რელიგიის ამსარებლებთან ერთად ჩვენ ვიმსახუროთ. როგორ კაცო, დედაჩემი და სომეხის დედა თანაბარი უნდა იყოს? ეკლესია ხო დედაა ჩემი, კაცო. ჯერ დედაჩემი და მე რევცებ დედისგან გამომდინარე პატივს იმას, მაგრამ იმას შევიყვარეთ თუ არა, ჩემი საქმეა ესა, კაცო. წვალებელი ეკლესია, წვალებლების ეკლესია როგორ შევიყვაროთ, როგორ დავიყენოთ ჩვენ გვერდში, კაცო. იცით პროტესტანტები რას აკეთებენ? სიხს და ღვინოს შეაგროვებენ, რაღაცა რიტუალს შეესრულებენ და გადააქცევენ მერე. კათოლიკები იცით რას აკეთებენ? თავად სასულიერო პირები ეზიარებიან პურით და ღვინით და ხალხს აზიარებენ მარტო პურით. პირდაპირ ამობენ, სადაცო ხორციაო სისხლი იქაც იქნება, ქრისტე გეუბნება. აკუთხა პური და აქცია ხორცად, აკუთხა სისხლი, აკუთხა ღვინო და აქცია სისხლს და მიიღეთ. და ყოველთვის ჩემ დასახსენებლად ამას აკეთებდნენ. ახლა ამიხსენით მე თქვენ, სად არის აქ ჭეშმარიტება? ვისთან უფრო მეტი ჭეშმარიტება? ქართულ ეკლესიას და საერთოდ მართლმადიდებლობას რა ქვია? მართლმადიდებელი. გამდარდა. ეს არის თავის გადადება, ჩემო კარგებო, ეს არის